ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი უკვე პარლამენტშია. 2026 წელს სახელმწიფო ბიუჯეტი 30 მილიარდ ლარს გადააჭარბებს. მთავრობამ შეასრულა კანონის მოთხოვნა და 30 სექტემბერს პარლამენტს მომავალ წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსია წარუდგინა. ერთპარტიულ პარლამენტში განხილვის შემდეგ ბიუჯეტის ეს ვარიანტი მთავრობას შესწორებებით დაუბრუნდება და ფინანსთა სამინისტროს ცვლილებებს შეიტანს. მომავალ წლის ბიუჯეტი 5%-იან ეკონომიკურ ზრდაზე დაიგეგმა. ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელი კი 3.6%-ს შეადგენს. ტრადიციულად ყველაზე დიდი ბიუჯეტი ჯანდაცვის სამინისტროს აქვს, რომელიც 2026 წელს 800 მილიონი ლარით გაიზრდება. ზრდა ძირითადად საპენსიო ხარჯებს უკავშირდება. უკვე რამდენიმე წელია ქვეყანაში პენსია ინდექსაციით იზრდება. შესაბამისად, იანვრიდან 70 წელს გადაცილებული პირების პენსია 45 ლარით 495 ლარამდე გაიზრდება. 70 წელს ქვემოთ პირებისთვის პენსია მხოლოდ 20 ლარით 370 ლარამდე იზრდება. პენსიების ნაწილში ახალი არაფერი არ გვაქვს, ის სტანდარტული მიდგომა, რაც აქამდე იყო დაწესებული და ამაში ახალი არაფერი არ არის, ჩვეულებრივ სამოყვანილო ფასების დასთან მიმართებით ხდება ინდექსაცია პენსიების, საჯარო სექტორში ხელფასებთან დაკავშირებით ასევე რა თქმა უნდა გვაქვს 10%-იანი, რომელიც ასევე გამომდინარეობს წარსულში უკვე მიღებული გადაწყვეტილებიდან, ანუ ამაში არაფერი სიახლე არ არის, მიღებული არის გადაწყვეტილება არსებობს შესაბამისი დადგენილება, რომლის საფუძველზეც არასახელმწიფო სექტორში რამდენითაც იზრდება ნომინალური ხელფასი, მაგასთან კავშირში კორელაციაში არის დაწესებული სახელმწიფო სექტორში ხელფასების ზრდაც და ამ შემთხვევაში სტანდარტულად როგორც წინა წლებში, ამ შემთხვევაში გვაქვს 10%-იანი ზრდა. ასევე იგეგმება პოლიციელებისა და ჯარისკაცებისთვის ხელფასის 10%-იანი ზრდა. რაც შეეხება სხვა სამინისტროებს, 2026 წელს ყველაზე დიდ დაფინანსებას ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის განათლების, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროები მიიღებენ. ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება 800 მილიონი 9.6 მილიარდ ლარამდე იზრდება. ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება პირველადი პროექტით 3.1 მილიარდი ლარია. აკლება გვაქვს 28 მილიონი ლარით. განათლების სამინისტროს დაფინანსება 2.6 მილიარდი ლარით განისაზღვრება. აკლება 469 მილიონ ლარს შეადგენს. თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 1.8 მილიარდი ლარი იქნება, ანუ 70 მილიონი ლარით მეტი წლევანდელ გეგმაზე. 78 მილიონი ლარით 1.4 მილიარდ ლარამდე იზრდება შინაგან საქმეთა სამინისტროს დაფინანსება. ბიუჯეტის პირველადი ვერსიით მომავალ წელს მთავრობა 23 მილიარდი ლარის გადასახადების აკრეფავს გეგმავს. ჯამში საგადასახადო გეგმა 1.1 მილიარდი ლარით იზრდება. ყველაზე მეტად 11%-ით იზრდება საშემოსავლო გადასახადის გეგმა და 8.1 მილიარდ ლარს აღწევს. მოგების გადასახადის 3%-ით 3.1 მილიარდ ლარამდე ზრდას ელოდება მთავრობა. დამატებითი ღირებულების გადასახადის გეგმა კი 7%-ით გაიზრდება და 8.6 მილიარდი ლარი იქნება. 2%-იანი ზრდა აქციზის მიმართულებით და 2.7 მილიარდ ლარს შეადგენს. ეკონომისტი გიორგი ხიშტოვანი ფიქრობს, რომ საგადასახადო შემოსავლების ნაწილში მხოლოდ 5%-იანი ზრდა იმის მანიშნებელია, რომ ქართული ოცნება მძიმე წელს ელოდება. ხიშტოვანი ამბობს, რომ როგორც წესი გადასახადების აკრეფის ტემპი მინიმუმ 2-ჯერ აღემატება რეალური ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს. როგორც წესი, გადასახადების ზრდის ტემპი, აკრეფილი გადასახადების არის 2-ჯერ მეტი, თუ არა უფრო მეტი, ვიდრე ეკონომიკური ზრდის პროგნოზი. ეს ლოგიკურია, იმიტომ რომ მარტო ინფლაციის ფაქტორის გათვალისწინებით და ზოგადადაც ჩვენ გვასწავლის ეს სფერო, რომ ეკონომიკა რეალურად თუ იზრდება რაღაცა ტემპით, სახელმწიფო ახერხებს იმაზე უფრო მაღალი ტემპით ნომინალში გადასახადების აკრეფას. მაგალითად, ავიღოთ პირობითად 24 წელი. ხო? 24 წელს რომ გაიზარდა ეკონომიკა 9.4%-ით, ფინანსთა სამინისტრო აკრიფა 18.9%-ით მეტი გადასახადები. რაც შეეხება საგარეო ვალს, მომავალ წელს ქართული ოცნების მთავრობა ვალს 3.4 მილიარდ ლარამდე გაზრდის. აქედან 1.4 მილიარდ ლარამდე ევრობონდების რეფინანსირებაზე მოდის. 2 მილიარდი ლარი კი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან კონკრეტული პროექტების დასაფინანსებლად მოზიდული თანხებია. მომდევნო წელს ყველაზე მეტ კრედიტს მთავრობა კვლავ აზიის განვითარების ბანკისგან აიღებს. ბიუჯეტის პროექტით 79 მილიონ ლარამდე იზრდება უცხოური გრანტების მოცულობაც. ბოლო პერიოდში რაც მნიშვნელოვანი ყურადღების საგანი იყო ხოლმე და საუბრის საგანი ასევე დაკავშირებული
დღეს არსებული ხელისუფლების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით წარმოშობილი გართულებული ურთიერთობების პირობებში საგარეო დაფინანსების მიღების შესაძლებლობასთან, გრანტებთან და ასე შემდეგ. ამ თვალსაზრისით უნდა ითქვას, რომ ამ ეტაპზე საკრედიტო რესურსის ათვისების და გამოყოფის ნაწილში ნაკლებად არის პრობლემები. ქართული სახელმწიფო ახერხებს ამ საგარეო დაფინანსების მოზიდვას და ვერ ვიტყვით, რომ საპროცენტო განაკვეთების ან რაღაც დამფინანსებელი სტრუქტურების თვალსაზრისით რაღაც ასებით განსხვავებას ვხედავთ. პრაქტიკა აჩვენებს, რომ ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვარიანტი საბოლოოსგან ყოველთვის განსხვავებულია და სავარაუდოდ არც 2026 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი იქნება გამონაკლისი. ერთპარტიულ პარლამენტში განხილვები მომდევნო 2 თვე გაგრძელდება და მომავალი წლის ბიუჯეტის საბოლოო ვერსიას დეკემბერში დაამტკიცებენ.